ნინო ფერაძე და სანდრო რაჩკოვსკი რა გიტრიალებს თავში? არაფერი არ ამომიგდო. ნიკოლად. კაი, გავრისკო, რა აზრია, გავრისკო. ფიქრობდი მან ეგეთი არ უნდა მისცემდე. მაქვს უკვე ვერსია, კი. და სასპენსი შევინარჩუნე. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის შემეცნებითი შოუ მაძიებელი, რომელშიც ჩვენ ვიძიებთ საქართველოს ისტორიას. მე სანდრო ლორთქიფანიძე ვარ და ჩემთან ერთად დღეს ჩვენი თამაშის მაძიებლები იქნებიან ნინო ფერაძე და სანდრო რაჩკოვსკი, ადამიანები, რომლებსაც ფართო საზოგადოება იცნობს თამაშიდან რასადროდის და ისინი ხან მეტოქეები არიან, ხან თანაგუნდელები, ხან ეს, მაგრამ ვიცი რომ კარგი მეგობრები არიან ერთმანეთისა და ჩემი. თითქმის ყველაფერში გეთანხმები გარდა იმისა, რომ უფრო მეტოქეები ვართ ვიდრე თანაგუნდელები. უფრო მეტოქეები ხართ ხოლმე. ამჯერადაც მოგიწევთ მეტოქეობა, ოღონდ ამჯერად უნდა ვიძიოთ ქართული ისტორია. თამაშის შინაარსზე და ფორმატზე გეტყვით უცებ, ხო? ესე იგი 3 რაუნდი გვაქვს. თითოეულ რაუნდში შეგიძლიათ მოიპოვოთ მაქსიმუმ 8 ქულა. პირველი რაუნდი წარმოადგენს 2 დოსიეს ცნობილი ისტორიული პიროვნებების შესახებ და თითოეულ დოსიეზე მინიშნებებს გაძლევთ რიგითობით რთულიდან მარტივისკენ. პირველ მინიშნებაზევე თუ გამოიცნობთ 4 ქულას მიიღებთ, მეორეზე 3 და ესე თანმიმდევრობით. მეორე რაუნდში იმავე პრინციპით თამაშობთ, ოღონდ ამჯერად არა ისტორიულ პიროვნებებს, არამედ ისტორიულ მოვლენებს ვიკვლევთ და უნდა გამოვიცნოთ რაიმე ამბავი საქართველოს ისტორიიდან, მოვლენა, შეიძლება თანამედროვეობიდანაც იყოს. და მესამე რაუნდი არის ვერდიქტი, რომელშიც მე წარმოგიდგენთ 8 ისტორიულ ფაქტს და თქვენ უნდა მიხვდეთ რა მოგატყუეთ და რა არა. დავიწყოთ და პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ვინ დაიწყოს. პირობითია ეს, მაგრამ რაღაცა თანმიმდევრობის ლოგიკას უნდა გავყვეთ. ერთიანი თუ გერბი? ერთიანი. გერბი, თანახმახარი. ეგრე გამოვიდა. ერთიანი. ნინო იწყებს და პირველ დოსიეს ვითამაშებთ ახლა ჩვენ და ორივეს გაჩვენებთ მინიშნებას. პირველი მინიშნება. სანდრო კურსასმენები. ნინოს ფიქრის დრო წავიდა. შეგიძლია აიღო. სამი რა მნიშვნელობა აქვს? სამი რა აქვს მნიშვნელობა? არც ისე. კაი, ნუ პირველი აზრი არის არგონავტების შემოსვლა, მაგრამ მგონია რომ მაგისთვის ეს ძალიან მარტივი მინიშნება. მაგრამ ეხლა დოსიეს თამაშობთ. ანუ ადამიანია გამოსაცნობი. ოკეი. ნუ მაშინ იგივე ლოგიკით შეიძლება იყოს აიეტი, მაგრამ მგონია რომ ძალიან მარტივი მინიშნება იქნებოდა პირველი მინიშნებისთვის გემი ამ სიტუაციაში, ამიტომ არ გავრისკავდი. მეს დაფიქსირე. დრო გავიდა. არაფერს არ დააფიქსირებ. ჯერჯერობით დაელოდები სხვა მინიშნებებს. გადმოდის სვლა შენზე, ნინო კურსასმენები და შეგიძლია იმსჯელო, რა ხან ნინოს უთხარი, შენც გეტყვი, რომ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო. აბა, რა გიტრიალებს თავში? ხო, ნუ ავტომატურად მივყავარ დასავლეთ საქართველოსკენ. ცუდი ის არის, რომ საერთოდ არაფერს არ მეუნება პერიოდზე. თუმცა ხო ბევრი რაღაცა. ცუდი კიდე ის არის, რომ დრო გავიდა. ეგეც არის ცუდი ცალსახად, ანუ რა თქმა უნდა პირველივე კითხვაზე სამხილზე ვერ დავფიქსირებ. მაგრამ ნუ მოკლედ ესენი აქ არიან. პირველი მინიშნება გავიარეთ ამგვარად, მაგრამ შემიძლია მოგცეთ მეორე მინიშნება, რომელიც ასევე ორივეს გაჩვენებთ. ეს არის მეორე მინიშნება. სანდრო კურსასმენები, ნინო 20 წამი. კარგი, საფლავზე დებს ყვავილებს. შეიძლება ეს იყოს ვინმე სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. შეიძლება იყოს ნოე ჟორდანია, ვინმე ემიგრირებული საქართველოს მთავრობის წევრი, რომელიც სადმე საფრანგეთში განისვენებს. რადგან თავადაც ემიგრანტების შთამომავალია. და შეიძლება ეს იყოს სადმე საფლავის სასწმე საფრანგეთში. ხო. გავრისკო? არ ვიცი, საფრანგეთს გავს? არ გავს საფრანგეთს. დრო გავიდა. ოკეი, კარგი. არა, ცოტა რთულია მაგათ შორის არჩევა, თუ მაგ ლოგიკით გავყვებით. მაშინ შეიძლება ყოფილიყო
არა. სანდრო ძვირფასო შენი ჯერი მოვიდა არ გარისკან ინო ამჯერად და შენი მსჯელობის დრო არის ყურსასმენები ხო კი ბატონო ხო ნუ ეხა პერიოდი აშკარად უკვე ისეთი არის რომ აშკარად საფლავი აქვს ამ ადამიანს ანუ არ არის ძალიან ძველი მედია მაგალითად აღარ არის თუ მის საფლავზეა ხო ცხადია მაგრამ კონკრეტული სურათი არ გეუბნება ეგრე კონკრეტულად ხო ნუ ნამდვილად ვერ ხვდები იმასაც ვერ ხვდები ეს თაწმინდა შეიძლება იყოს თუ დიდუბე მოგვეწურა ხო არა არ დავაფიქსირებ ეხლა თაწმინდა თაწმინდა თუ დიდუბე შეიძლება არც არის მაგრამ პანთეონის აურა დაკრავს მიგაჩნია რომ პანთეონი კაი ამ მინიშნებასაც აქ დავტოვებ მინიშნებას აქ და მესამე მინიშნება არის ტექსტური და ეს არის გამოსაცნობი ადამიანის ჩანაწერიდან ციტატა მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები მაგრამ ყოველგან და ყოველთვის სადაც კი ვყოფილვარ ერთი საგანი მქონია შენთვის დამზადება შენთვის სამსახური შენი სარგებლობა ეს არის ტექსტი რომელსაც სურვილი შემთხვევაში ნინოსთვის გავიმეორებ ჯერ სანდრო ყურსასმენებს გაიკეთებს ხო შენთვის დამზადება ანუ ისეთი ადამიანი ვინც რაღაც ხელობას ეწევა ხო ან ხელოვანია ან ინჟინერია დროც კი გაგვევიდა ამასობაში ხო აი რაღაცა ერთად უნდა წარმოვიდგინოთ ყველა ეს მინიშნება ერთმანეთთან როგორ უკავშირდება შენ ჯერია და ერთი ტექნიკური კითხვა ამის შემდეგ ერთი კითხვაა ხო კიდე კი ეს ორქულიანია ახლა თუ რაიმე ვერსია და თუ ვერ გამოვიცანი შემდეგზე გაცემის უფლება არ მაქვს ეხლა თუ დავაფიქსირე შემდეგზე თუ დააფიქსირე და არასწორი იქნა გამოიჩე საერთო ჯამში რაღაცას უნდა გვეუბნებოდეს დროც გაგვევიდა ხვდები გავრისკოთ თუ არა ერთი ქულა არც ისე ბევრია ეხლა დრო გავიდა მაინც და რამე უნდა მითხრა არა არ დავაფიქსირე კაი არ დააფიქსირა სანდრომაც ვერსია და მივადექით მეოთხე მინიშნებას რომელსაც ასევე ფორმა აქვს ნიკო ნიკოლაძე კაი აღარაც ადე მაგრამ მაინც ამას დააფიქსირებდი მსჯელობის გარეშე რატო სანამ ანუ წავიდოდით მესთხე რაუნდზე ბოლოს რომ მივხვდი რაღაცას ისედაც მაქეთქენ რომ ფოტოზე ვიფიქრე და ადამიანი რომელსაც ბევრი დრო აქვს ატარებული ევროპაში და საქართველოსთვის აკეთებდა ძალიან ბევრ რამეს ბევრია ეგეთი მაგრამ ერთ-ერთი პირველი ყოველთვის მახსენდება და ეს ლამაზად ორგანიზებული ქალაქით როგორებიც საქართველოში იშვიათია მისი დამსახურებით არის ასეთი მოწესრიგებული აი სალომე ზურაბიშვილის ფოტო რატოა ეგ ვერ დავაკავშირე სიმართლე გითხრა მე ვიცი რომ შთამომავალი არის რაღაც დიდი ქართველის, მაგრამ არ მახსოვს სამწუხაროდ ეს ჩემ და სამართლებრივ. ნიკო ნიკოლაძის. ანუ მაგას ვერ ვიხსენებდი ზუსტად. ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, გარდა იმ ზურაბიშვილებისა, ვინც პირველ მთავრობასთან ერთად წავიდნენ, ანუ გარდა უშუალოდ მისი შტოსი, ასევე ნიკო ნიკოლაძის შთამომავალიც არის. კი, ეს ფოთია, გემები უკავშირდება მის მიერ პორტის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრას. და ხო, დანარჩენი მე მგონი ყველაფერი გასაგები იყო უკვე ამ ამბავში. ნიკოლაძეს მართლაც ევროპიდან ძალიან ბევრი რამე ჩამოიტანა. დღემდე არის დიდი ხაიში მისი სახლ-მუზეუმი, რომელიც ინახავს უამრავ საინტერესო მექანიზმს. ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოღვაწე ნამდვილად. 1-0 წინ გადის ნინო და ჩვენ სანამ შემდეგ დოსიეზე დავიწყებდეთ თამაში, შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო რგოლი, რომელშიც ნიკო ნიკოლაძეს უკეთ გავიცნობთ. ნიკო ნიკოლაძე საზოგადო მოღვაწე და გამორჩეული მოაზროვნე საქართველოს ისტორიაში. ქუთაისსა და სანქტ-პეტერბურგში განათლების მიღების შემდეგ ევროპაში მიემგზავრება და ციურიხის უნივერსიტეტში დაცული დისერტაციით ხდება პირველი ქართველი, რომელმაც ევროპაში დოქტორის ხარისხი მოიპოვა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთვება. თანამშრომლობს პრესასთან. იღწვის ქუთაისისა და თბილისის საკრებულოში და ხდება მეორე დასის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი. მოგვიანებით ხელს აწერს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს და მონაწილეობს დამფუძნებელ კრებაში. მის მოღვაწეობაში განსაკუთრებულ ეპიზოდს წარმოადგენს ის 20 წელი, როცა ნიკოლაძე ქალაქ ფოთს იბარებს, მრავალმხრივ ავითარებს ქალაქს, უზრუნველყოფს ევროპულ დაგეგმარებასა და საქართველოს პირველი ნავსადგურის აშენებას.
გავაგრძელოთ კეთილო ადამიანებო ჩვენი თამაში და ამჯერად გამოვიძიოთ საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი პიროვნება, ანუ მეორე დოსიე უნდა ვითამაშოთ. ოღონდ ამჯერად ავტომატურად უკვე სანდროს ექნება მინიშნებაზე მსჯელობის პრივილეგია. ასე. თუმცა სამხილების 5 კი გამოვიღე, მაგრამ მინიშნება ტექსტით იწყება და ისმინეთ ამონარიდი პოემიდან. სად უდაბურსა მას მყუდროებას, კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია, სად მეუფება ჭექაქუხილსა ყინულს და ქართა მხოლოდ შთენია, უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა, გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი. ნინო კურსასმენები. სანდრო, შეგიძლია იმსჯელო. თუ გინდა სწრაფად წაგიკითხავ კიდევ ერთხელ. არა, ამიტომზე იყოს. ხო რა. რაზე დაფიქრდი? ანუ რაღაც საეკლესიო მოვაწე არის დიდი ალბათობით, რომელიც არის უდნავ განდეგილი. გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი. რაც ხო, არ ვიცი, შეიძლება რაღაც გამოქვაბულზე არის საუბარი, შეიძლება განდეგილზე არის საუბარი, შეიძლება სამონასტრო კომპლექსი ან კონკრეტულად რომელიმე ბერზე. მაგრამ კონკრეტულ პიროვნებაზე ესე მარტივი სალსახად ვერ. კეთილი. შეინჯერია. თანდრომ საინტერესო მსჯელობა შემოგთავაზა და შენგანაც ველით იმავეს. ანუ ჯერ არ მაქვს არანაირი ვერსია, წავედი განდეგილზე. ხო. ჭავაძეზე. მაგრამ კონკრეტული მიმართულება არ მაქვს. განდეგილზე აი ბოლო ფრაზის გამო ხო გამოუქვაბავთ მონასტერი. მაგრამ კონკრეტული არაფერი ესეთი არ გახსენდება. ანუ არაფერს არ დააფიქსირებ არა. ხო. კეთილი. მაშინ მეორე მინიშნებას შემოგთავაზებთ ორივეს. ეს გახლავთ მეორე მინიშნება. ოკეი. კურსასმენები. ბატონო ალექსანდრე. შეგიძლია გასინჯო ნახო რა არის? კარაბინი არის, მაგრამ კარაბინი. რას გეუბნება კარაბინი? უნდა იყოს ან თასვლელი, ან რაღაც ექსტრემალური სპორტის. ანუ სპორტი მაშინ არ იქნებოდა. დრო ისევ მიქრის სიზმრებრივი სწრაფად. ჩქარა. ხო, მოდი ვერსიები მაქვს, მაგრამ დავილოდებ კიდევ ერთ მინიშნებას. კარგი. ხო, ეს არის კარაბინი, მთასვლელების ატრიბუტი. კი ბატონო. თუმ თქვათ თუ წავალთ მთასვლელებზე თიკანაძე შეიძლება იყოს რაშვაშია პირველ პოემასთან არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რამე კონკრეტულ კუტაზე იყოს ეს მონასტერი გამოქვაბული. შეიძლება ვინმე უფრო ცნობილი ისტორიული პირიც გავიხსენო, ვინც ასევე მთასვლელობითაც იყო დაკავებული. მაგრამ წავედით მთასვლელობისკენ. ნუ კარაბინით ხო სხვა ვერსია, თუ და კარაბინზე არ მომდის, თუმცა დრო გავიდა. რამეს არ აფიქსირებ ისე. კარგი, კარაბინს აკვტოვებ, ნინომაც არ დააფიქსირა ვერსია და შემდეგი მინიშნება უნდა შემოგთავაზოთ მაშინ ორივეს. ეს არის შემდეგი მინიშნება. სანდრო, ის ნებართვით. კურსასმენი. აბა ახლა თუ რამე გაკართა. არა, იგი ქონდა მაგ ვერსიისკენ მივიდოდი, მაგრამ პირველი მინიშნება ის პოემას საერთოდ სხვა გზით მივყავარ. და სად მიდიოდი, ალბათ. პოემაზე ვფიქრობდი ვიღაც, არ ვიცი, რამდენიმე საუკუნის წინანდელ იმას მოღვაწეზე, მაგრამ მე კარაბინი დაემატა. ხო, მე კარაბინი დაემატა და აშკარად რაღაცა ინსტრუმენტებია, რაც თოკი, რაც ალპინიზმთანაა კავშირი და დრო გავიდა. ხო, ნუ ამაზე უკეთესი არ მომფიქრდება და დააფიქსირე. კი, უნდა დავაფიქსირო, აზრი არა აქ თან ვაგებ. ერთი ანუ პლუსაკი. დაწუნებული, მაგრამ ნუ დავქნა. იყოს მაინც მიხეილ ხერგიანი. მიხეილ ხერგიანი. სანდრომ დააფიქსირა ვერსია, არ გეტყვი რა, მაგრამ არასწორი. ამიტომ სანდრო შეუძლია რომ აღარ გაიკეთოს კურსასმენი და შენ შეგიძლია ჩვეულებრივად მსჯელობა
დაიწყო. ძალიან მინდა რომ თქვა ალექსანდრა ჯაფარიძე, იმიტომ რომ სულაც არის გამოსახული ქალი, რომელიც აშკარად ბავშვებს რაღაცებს უხსნის. ფეხსაცმელიც ისეთი აქვს, რომელიც გამოდგება ასეთი თასრთველობისთვის და ასე შემდეგ. თოკები, წერაყინი, ყველაფერი თასრთველობის ატრიბუტები და ბავშვებს ასწავლის. ამიტომ თვითონაც შესაბამისად უნდა იყოს თასრველი. ცნობილი თასრველი ქალბატონი ალექსანდრა ჯაფარიძეს მეტი არ მახსენდება არავინ. დროში ჩდება ალექსანდრა ჯაფარიძე. საბოლოო აფიქსირებ. ალექსანდრა ჯაფარიძე. 3-0. კი, ეს თვითონ არის ალექსანდრა ჯაფარიძე, რომელიც ბავშვებს უხსნის. ხო, ხერგიანი თქვა სანდრომ სხვათა შორის და ზუსტად თამაში. სანდრომ მიიჩნია, რომ უბრალოდ მასწავლებელი უყვება ხერგიანის ან ზოგადად თავს-ველობის შესახებ ბავშვებს, მაგრამ კონკრეტულად ქალი მთამსვლელი, რომელმაც მათ შორის მიიღო ექსპედიციაში მონაწილეობა, რომელმაც აღმოაჩინა ბეთლემის გამოქვაბული, განდეგილი სწორად აღნიშნეთ ორივემ. განდეგილიდან იყო მონაკვეთი და ის მონასტერი ზუსტად ბეთლემის მონასტერია, რომელშიც განდეგილი იყო და კარაბინი. მთელი ლოგიკა სწორი იყო ამ მომენტამდე ორივესი პრინციპი და ბოლოს მაინც 3-0 გახდა ანგარიში. გილოცავ? ჩვენ კი შეგვიძლია რომ ალექსანდრა ჯაფარიძის შესახებ იცოდი ალექსანდრა ჯაფარიძეს? ხო. ალექსანდრა ჯაფარიძის შესახებ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია ვიდეო რგოლიდან გავიგოთ. ალექსანდრა ჯაფარიძე, ქართული და საბჭოთა ალპინიზმის სულის ჩამდგმელი და ალპური კლუბის თანადამფუძნებელი. 1912 წლიდან ლეჩხუმის მაზრაში მათემატიკას ასწავლის. მისი ძალისხმევით იხსნება ხრეითის სკოლა, რომელიც დღეს მისივე სახელს ატარებს. მოგვიანებით ამთავრებს პირველი ქართული უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტს და ხდება გეოფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელი. სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ლაშქრავს უშბასს, ყინვარწვერს, თეთნულს, დიხთაუსს, კავკასიონის მცირე და დიდ ტრავერსს. ჯამში ასრულებს 100-მდე ასვლას. 1948 წელს აორგანიზებს ექსპედიციას და აღმოაჩენს ილია ჭავჭავაძის განდეგილში აღწერილ ბეთლემის გამოქვაბულს. ალექსანდრა ჯაფარიძე 1974 წელს ქართულად თარგმნის ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის წიგნს ანაპურნა. კარგი მართალია 3-0 ანგარიში, მაგრამ ამჯერად მეორე რაუნდი გვაქვს სათამაშო, ორი საქმე და ჩვენი მაძიებლობა ამგვარად გრძელდება. ოღონდ უშუალოდ საქართველოს ისტორიაში მომხდარ მოვლენებს ვიკვლევთ ახლა, ამბებს, მოვლენებს, ფაქტებს. ყველანაირი რამ შეიძლება იყოს გარდა კონკრეტული ადამიანების, ხო? ამჯერად გამოცნობის უპირატესობა არის ისევ ნინოზე და პირველი საქმე შეგვიძლია ვითამაშოთ. მოგთავაზებთ პირველ მინიშნებას. ეს არის პირველი მინიშნება, ძალიან საინტერესო რუკა. სანდრო ხურსასმენი, ნინო ფიქრი. ხო, სხვადასხვა წერტილებია მონიშნული, ძალიან ფართო. ბუნებრივი რაღაცის მაჩვენებელი რუკა. ხო, და ფართო არეალი აქვს მოცული, ევროპის ძალიან დიდი ნაწილი. შეიძლება იყოს ვინმე ქართველი მოგზაური. დრო ამოიწურა? არა, ვერსიას ნამდვილად არ დავფიქსირებ ამ ეტაპზე. მაგრამ რაღაცა ჩარჩოში მოგაქცია უკვე. ხო. სან, შენი ჯერია. აი ეხლა კი ყურსასმენების. რა ხდება აქ? ესპანეთი 2, იტალია 5, ბრიტანეთი. რაღაც ლოგიკა უნდა დაიჭიროს ზუსტად რა არის. საფრანგეთი ეს არის მარსელი, ეს არის პარიზი, ეს არის კაირო, ეს არის რაბათი დიდი ალბათობით, ეს ისეიცანი ადგილები? მადრიდია ეს ცალსახად, რომია, მილანიც არის. დრო გავიდა. მაგრამ რა აქვს საერთო? რა აქვს საერთო? მაგაშია მთლიან. აი, ჩემ დაფაზე როგორც არის ძაფით შეერთებული, ესე უნდა დააკავშირო. დრო გავიდა. კი ბატონო, მე დავტოვოთ აქ ეს რუკა. რუკა დავტოვოთ და მეორე მინიშნებას აქვს აუდიო ჩანაწერის ფორმა. მოვლენაზე ვფიქრობთ, ხო? მოვლენა, ამიტომ მოისმინეთ მეორე მინიშნება.
მინიშნება ამოიწურა სანდრო პურსასმენები, ოღონდ ამჯერად სრულიად სხვა სიმღერა იქნება. არ მაქვს ვერანაირი ვერსია, არა, არ გეცნო ეს აუდიო ჩანაწერი. ვერ დავაკავშირე ერთმა ვერაფერთან. აი რა სამწუხაროდ, სანდროს ექნება შანსი რომ გამოიცნოს. არ გესმოდა ისე? ნუ ჰიმნია აშკარად რაღაც. მაგრამ ტექსტი არ გესმოდა ჰიმნის. არა. არა ფიქსირებ არაფერს, ბარემ დროს აღარ დავუკარგავთ. პურსასმენი აბა შენ თუ გეცნო ეგ მუსიკა. უკვე ვერსია კი. და დავიჯერო ჯერ მხოლოდ ამ ქვეყნებში იყო უნივერსიტეტები, ამ ქალაქებში იყო, მაშინ როცა თბილისში გაიხსნა. რაო? მეც მითხარი. მე მგონია ხო არა იქ უნივერსიტეტში თესეუს გახსნა ხო არ არის ეს ფაქტი, იმიტომ რომ ძალიან მიმანიშნა მუსიკამ და აქ ნუ სავარაუდოდ ბოლონი ექნება მარსელი, პარიზი, ლონდონი, მადრიდი, კაირო, აქ ყველა ქალაქში იქნებოდა თავის დროზე უნივერსიტეტი. კაი დრო გავიდა. არ ვიცი, ეს არის მეორე მინიშნება, ხო? ეს არის მეორე მინიშნება, სამქულიანი და გაათანაბრებ თუ გამოიცნობ. ვახ, შენზე ახლა გადაწყვეტილება გარისკო თუ არა. კაი გავრისკო, რა აზრია, გავრისკო. იყოს. ეს არის? ეს არის თბილისის სამწუხარო უნივერსიტეტის დაარსება. ბევრი იყო ყმანა, ბევრი ჭოჭმანა, მაგრამ ბოლოს დააფიქსირა ვერსია. ამიტომ შეგიძლია ყურსასმენები აღარ გაიკეთო, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია და 3-3 ხდება ანგარიში. ჩვენ გვესმოდა გაუდეამუს იგიტუ, რომელიც არის მსოფლიო აკადემიური საზოგადოების ჰიმნი, ყველა უნივერსიტეტის ჰიმნი არის ეს გაუდეამუსი, ასე ვთქვათ, და ეს არის თბილისის უნივერსიტეტის დაარსება. ხო, აქ იყო მონიშნული ევროპის პირველი უნივერსიტეტების დაარსების რუკა, ოქსფორდი და კემბრიჯია აქ სინამდვილეში. და ხო, ნუ შესაბამისად როგორც თქვი, ბოლონია, პადუა და ასე შემდეგ. აქ არის სალამანკა, ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და 3-3 გილოცავ ერთბაშად გაათანაბრა სანდრომ და თანაც კიდევ ერთი საქმე უნდა ვითამაშოთ, რომელშიც უპირატესობა უკვე ვერსიის თქმის ექნება სანდროს. მაგრამ მანამდე საქართველოს და თბილისის უნივერსიტეტის დაარსების შესახებ ისევ ნახოთ შემეცნებითი ვიდეორგოლი. 1918 წლის 26 იანვარს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში იხსნება კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი. გახსნას წინ უძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და თბილისის უნივერსიტეტის დაარსების მიზნით ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ქართველ მეცნიერთა გაერთიანება. უნივერსიტეტს თავიდანვე ენიჭება სახელმწიფო სტატუსი. ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მიღწევა. პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილს ირჩევენ, თუმცა პირველ ლექციას ივანე ჯავახიშვილი კითხულობს. თავიდან უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი ფილოსოფიის ფაკულტეტი აქვს. ჰყავს 18 ლექტორი, 369 სტუდენტი და 89 თავისუფალი მსმენელი. წლებთან ერთად უნივერსიტეტი იზრდება, ფართოვდება და კვლევისა და აკადემიური ცხოვრების ცენტრად იქცევა. ძვირფასო მეგობრებო, ერთი საქმე გრჩება გამოსაძიებელი და ნუ დავტოვებთ ამ საქმესაც. ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, ამიტომ ვითამაშოთ დარჩენილი საქმე. ამ საქმეში ჩვენი პირველი მინიშნება. პრინციპში ამ ჩასადებსაც დავტოვებ აქვე. ნინო ყურსასმენი. აბა სანდრო. არაფერი არ მომიგდო მწვანემ ჯერჯერობით. ხო. და არის მოვლენა, ხო რა? მოვლენა. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. რაღაცა კონკრეტულად დადგმა, მოვლენა. ხო, ამ ნივთების რამე კავშირი? ხო, ანუ ფერის გარდა სხვა არაფერი რა. მხოლოდ ფერი, სხვა არაფერი. კაი. მაშინ
ნინო შენი მსჯელობის დრო არის. აი წარმოგიდგენთ რა მაქვს მწვანე საკანცელარო რითები რა შეიძლება ნიშნავს შეიძლება მწვანეთო პარტიის დაარსება. ყველა საკანცელარიო არ არის. და ის რაც ჯენგასთან წილს ყავს ხო? არა ძალიან საინტერესო არის ძალიან მინდა რომ რამე ორიგინალური ვერსია მქონდეს მაგრამ სამწუხაროდ არ მაქვს ვინმე ირლანდიასთან დაკავშირებულ ქართულზე ვფიქრობდი მაგრამ ეგეთი არავინ არ მახსენდება. არ ვიცი. არა. არ გაქვს ვერსია. არა, სამწუხაროდ არ ამასობაში. კარგი. ნინომაც არ თქვა არანაირი ვერსია, ამიტომ შეგვიძლია მეორე მინიშნება ვნახოთ, რომელიც არის ვიდეო. ვიდეო რგოლი. გთხოვთ, ჩართოთ ვიდეო რგოლი. Members of the Senate and of the House of Representatives of the United States, I feel greatly honored. ეგ არის ვიდეო რგოლი. საკმაოდ ასოციაციურად საინტერესო მინიშნება, ნინო გაიგეთა კურსასმენები. სანდრა. ძალიან დამაბნევა. ძალიან დამაბნეველი кейსი. აშკარად ხო ვიზუალურად ჩერჩილს მიმომსგავსი, მაგრამ აშკარად უინსტონ ჩერჩილის სპიჩია შემიძლია გითხრათ. ამერიკის ან კონგრესში ან სენატში გამოდის აშკარად. ამერიკის კონგრესში. წვანე. და საქართველოს ისტორიული მოვლენა. დრო გავიდა. აშკარად ბევრი დრო დამჭირდება ამის გადასახარშად. კაი. მგონი ჩვენ ვატერლოოს მივადექით. აი, ანუ ერთი უცნაური ვერსია მაქვს, ეს არის პრემიერ-მინისტრის ერთი პრემიერ-მინისტრის ცნობილი სიტყვა, ჩვენ გვაქვს მეორე ცნობილი სიტყვა, ჩვენი პრემიერ-მინისტრის, მე ვარ ქართველი დამუშავე და მე ვარ ევროპელი. არ მახსოვს ევროსაბჭოს სფერები, მწვანე ევროკავშირის ხო არის ლურჯი ევროსაბჭოსი არ მახსოვს და ამიტომ მწვანეს ვერ აკავშირებ. ხო, მწვანეს პირდაპირ ვერ ვაკავშირებ. მეორე მხრივ რისკი მჭირდება თითქოს. ხო, ეს იქნება სამქულიანი რისკი ამ შემთხვევაში. კი. მერე ორი ქულა არჩება სანდროს. რომელიც ალბათ შემდეგი მით გამოიცნობს. ხო, არ ვიცი. შეიძლება. სხვა რა შეიძლება უინსტონ ჩერჩილი ხო, რახან სანდროსაც უთხარი გეტყვი რომ ეს არის უინსტონ ჩერჩილის სპიჩი ამერიკის კონგრესში. მოდი იყოს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება. საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება და კიდევ ერთხელ მითხარი რა იყო ამის ისა სარჩული კონკრეტულად? ის რომ ანუ ეს არის ჩერჩილის ერთ-ერთი ცნობილი სპიჩი და ეს ჩერჩილი იყო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვა, რომელიც ვიცით ყველა მის ცნობილი სიტყვა მაგასთან დავაკავშირე. გახსოვს შეგიძლია ციტირება? მე ვარ ქართველი და მაშინ სადამე მე ვარ ევროპელი. კეთილი. მოიხსენი სანდრო. გარისკანინო ეგრევე დააფიქსირა თავისი ვერსია და სასპენსი შევინარჩუნე. და მინდა გითხრა რომ 6-3 ხდება ანგარიში. იმიტომ რომ ეს მართლაც, მოკლედ მართლაც უნდა გამოგვეცნო ზურაბ ჟვანიას სიტყვა ევროსაბჭოში, მე ვარ ქართველი და მაშინ სადამე მე ვარ ევროპელი და ეს იყო საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს წარმოთქმული სიტყვა. ზურაბ ჟვანია მოდის მწვანეებიდან. მწვანეთა პარტია მაგიტოდ დაარსება თქო რომ ზურაბ ჟვანიას იყო მახსოვდა, ეგ აღარ გამახსენდა ბოლოს ხო? კავშირი ეგ იყო ზუსტად ზურაბ ჟვანია მწვანეებიდან მოდის და ევროსაბჭო მე უნდა მეჩვენებინა უკვე ევროსაბჭოს სანდრო აუცილებლად დაიღებდა ასე რომ ხო აუცილებლად გავრის კი. და მაგაზე სავარაუდოდ კი მიხდებოდა და სწორი იყო შენი მხრიდანაც რისკი ამ შემთხვევაში, ამიტომ სხვა რა ვქნათ 6-3 გახდა ანგარიში. ნახოთ ვიდეო რგოლი და ნახოთ როგორ წარიმართა მოვლენები, როდესაც ზურაბ ჟვანიამ ეს ცნობილი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას. 1996 წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას ითხოვს.
ევროპის საბჭოს წესდების რატიფიცირების, სიგელის დეპონირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერის შემდეგ 1999 წელს ევროპის საბჭოს ასამბლეა ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ევროპის საბჭოში 51 ქვეყნად გაწევრიანებას. კენჭისყრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია სიტყვით მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. მისი სიტყვა ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნებას, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. დასასრულს ზურაბ ჟვანია ამბობს სიტყვებს, რომლებიც შემდეგ ფრთიან ფრაზად იქცევა. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. იწყება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესი. ექვსი ცამია ანგარიში, სამი ქულა სხვაობა და გვჭება ვერდიქტის რაუნდი და ვერდიქტის რაუნდში თავისუფლად შეიძლება სამი ქულის დაკაჩვა. კაი, აბა მოემზადეთ, თქვენი დაფები მოამზადეთ, 8 ვერდიქტს აგიკითხავთ და უნდა მიხვდეთ სწორია თუ მცდარი. ოკეი? კეთილი. პირველი 2019 წლის მონაცემებით საკრებულოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების 70-80%-ს ელექტრონული პოსტა Mail.ru-ზე ჰქონდა დარეგისტრირებული. მეორე სანდრო ბაზაძე პირველი მოფარიკავეა, რომელიც საქართველოს სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მესამე საქართველოში ონკოსკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს. მეოთხე 1920 წელს გორის მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად მხოლოდ მოქალაქეებმა სულ რამდენიმე დღეში 200,000 მანეთი შეაგროვეს. გაერთიანდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც, სომეხთა საბჭომ მაგალითად 50,000 მანეთი შეაგროვა. ასევე მოიქცნენ გერმანელებიც. მეხუთე პირველ ქართულ საავადმყოფოში დადგმული რენტგენის აპარატი მიუნხენში ილია ჭავჭავაძის მიერ საქველმოქმედოდ გაღებული თანხით შეიძინეს. მეექვსე 2021 წელს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ შეიძინა მიწის ნაკვეთები და დაიწყო ცხოველების სოფლის მშენებლობა. ამ სოფელს ეწოდა სახელი რიჩი. მეშვიდე UNICEF-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს 6 სკოლაში არჩევით საგნად ისწავლება მედია წიგნიერება. და მერვე HALAV არის ქართველი სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ინოვაციური ხელთათმანი, რომელიც ჟესტურ ენას თარგმნის და კომუნიკაციას ამარტივებს. ორჩა. გონი წავაგე. აბა თქვენი ვერდიქტები რამდენი განსხვავება იქნება ძალიან საინტერესოა. პირველი ორივეს მონიშნული გაქვთ კიო. და მართლაც ასეა, ამ ფაქტთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია მათ შორის 2019 წელს კიბერთავდასხმა ქართულ ინტერნეტ სივრცეზე, თორე შეიძლება ესაც ყოფილიყო ერთ-ერთი საბაბი, რომ ძალიან დაუცველი იყო ეს ელექტრონული პოსტები, რომელიც Mail.ru-ზე იყო განთავსებული, ხო? ამიტომ სწორი ხართ ორივე. მეორე სანდრო ბაზაძე პირველი მოფარიკავეაო, ორივეს არ აგიწერიათ, რატო ისე საინტერესოა, ვინმე სხვა გაგახსენდა თუ უბრალოდ ივარაუდეთ? მე მგონი არ ვივარაუდე. ხო. სიამდვილეში 2017 წელს რომში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყავდა პირველი მსოფლიო ჩემპიონი და ეს იყო ირმა ხეცურიანი და არა სანდრო ბაზაძე. კი ბატონო. ხო. მესამე რაც შეეხება ონკოსკრინინგის მონაცემებს, ორივეს კი გიწერიათ და მართალია და სამწუხაროა, იმიტომ რომ არ აღემატება 13%-ს და ბევრად მეტი უნდა იყოს ამაში ჩართული ადამიანების რიცხვი. მეოთხე გორის მიწისძვრისგან დაზარალებულთა შესახებ ორივე დათანხმები ხართ ამ ამბავს, მაგრამ არ არის სწორი. რეალურად მოქალაქეებმა 1.5 მილიონი მანეთი შეაგროვეს. აფხაზმა ადგილობრივმა დეპუტატებმა ჯამაგირიდან გადადეს 40,000, ბათუმში დაწესებულების მომსახურეებმა 1.400.000 მანეთს მოუყარეს თავი და მოკლედ რესპუბლიკის მთავრობასაც გამოუყოფია რაღაც. მოკლედ ბევრად დიდ თანხებზე იყო საუბარი. მეხუთეზე
ნინო მიიჩნევს რომ არა, სანდროს თავიდან კი ეწერა, მაგრამ მე გადაშალა და არა დაწერა. რენტგენის აპარატი პირველ ქართულ საავადმყოფოში ბარბარე მუხრამბატონის მიერ საქველმოქმედოდ გაღებული თანხით შეიძინეს და არა ილია ჭავჭავაძის. ამ შემთხვევაში ეს იყო საინტერესო. სწორად გამოიცანეთ, მაგრამ განსხვავება არ იყო. რიჩის რაც შეეხება ცხოველების სოფელს, ესაც სწორია, ორივე სწორად გიწერიათ, აი მე-7-ში გაქვთ განსხვავება. იუნისეფის ფარგლებში 6 სკოლაში არჩევით საგნად მართლაც ისწავლება მედია ციგნიერება, რატომღაც სანდრომ ჩათვალა რომ ეს მე მეგონა გაცილებით მეც სკოლაში იყო. ხო, მხოლოდ 6-ში ისწავლება და მოკლედ ეს არის მოცემულობა. და ჰალალ ხელთათმანის შესახებ ორივე დათანხმებულ ხართ და სწორია. ნახსოვს კიდევაც. სწორია. შესაბამისად ვერდიქტმა არ შეგვიცვალა მდგომარეობა და 7-3 ანგარიშით ნინო იმარჯვეს ჩვენ მეოთხე ფინალში. გილოცავ. მადლობა. გილოცავ. შვენიერი თამაში გამოვიდა. მადლობა, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან აზარტული იყო, ძალიან უნერვიული და კიდევ მინდა აუცილებლად. გაგახარებ კიდე მოგიწევს, იმიტომ რომ ნახევარფინალში გადახვედი და მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 2 თამაში აუცილებლად მოგიწევს კიდევ. სანდრო, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა შენ პირიქით. დამარცხდი, მაგრამ არა უშავს. მე მჯერა რომ ამ პროექტს ექნება სხვა სეზონებიც და შენ იმდენად მრავალმხრივი ინტერესების ადამიანი ხარ, რომ შეიძლება სხვა თემებზეც სპორტზე მოგვიწვიეთ ორივე და მათ მომიგებს აუცილებლად. კარგი სტუმარი იქნებით. მადლობა ხალხო, მადლობა მაყურებელს, შეგახსენებთ რომ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი თაროს თაობა, დაგვიტოვოთ კომენტარები, ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი, ვიმეგობროთ და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში იმისათვის რომ გამოვიძიოთ საქართველოს ისტორია, იმიტომ რომ ვინც ეძებს ის იმარჯვებს. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.